დღეს მე მოგიყვებით ყველაზე მაგარი და საინტერესო ინფორმაციებს UFC სამყაროდან. ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ, რას ამბობს ვოლკანოვსკი მახაჩევთან პირველ ბრძოლაზე, ილიას მწვრთნელი გეიჯისთან ბრძოლაზე და რატომ სურს ისლამ მახაჩევს შევიდეს ისტორიაში. სანამ დავიწყებთ, გთხოვ რომ დაალაიქო ვიდეო. მას ასე, მოდი დავიწყოთ. ეს ცხოვრებაში ერთხელ ხდება. მას მილიონები მიადევნებენ თვალს. ბისპინგი მახაჩევი თოფურიას დაპირისპირებაზე. UFC-ს დიდების დარბაზის წევრი და საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი მაიკლ ბისპინგი დარწმუნებულია, რომ ისლამ მახაჩევისა და დაუმარცხებელ ილია თოფურიას დაპირისპირებას მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მაყურებლის მიზიდვა შეუძლია. ამჟამად UFC-ში არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, ვიდრე ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას დაპირისპირებაა. ვიცი, რომ ჯასტინ გეიჯი დროებითი ჩემპიონია, ილია კი აბსოლუტური. წესით ასეც უნდა იყოს, რომ ისინი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, მაგრამ ეს მოვლენა ცხოვრებაში ერთხელ ხდება. მთელი მსოფლიო მიადევნებს ამას თვალს და ამას მილიონობით ადამიანი უყურებს. ბისპინგი სიტყვებს ციტირებდა Red Corner MMA. ილია თოფურიას მწვრთნელი ხავი კლიმენტი ამბობს: გეიჯი დიდი სახელია მსუბუქ წონასა და ზოგადად UFC-ში. ამას არ უარყოფთ. თუმცა MMA მუდმივად ვითარდება. ილია ეს არის MMA-ის ევოლუციის მწვერვალი. ის სულ სხვა დონეზეა. ის არ არის უბრალოდ ჩემპიონი. ის ლეგენდის სტატუსისკენ ისწრაფვის. მაშინაც კი თუ გეიჯი შეტევაზე გადმოსვლას ეცდება, ის მიიღებს შემხვედს დარტყმას და დაკარგავს საკუთარ თავში რწმენას. ამის შემდეგ კი ილია მას დაანოკაუტებს. განიხილება სხვა სახელებიც, მაგრამ ილიასა და გეიჯის ბრძოლა ყველაზე ლოგიკური ვარიანტია. და ამ ბრძოლას თეთრი სახლის ტურნირისთვის მივიღებთ. UFC-ს სურს, რომ ამერიკელს მისცეს შანსი გახდეს ჩემპიონი. ფიქრობ, ისინი ამ იდეაზე უარს არ იტყვიან. მახაჩევი მინდა ისტორიაში შევიდე. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ისლამ მახაჩევის შემდეგი მეტოქე. თუმცა UFC-ს მოქმედი ჩემპიონი პირველი ტიტულის დაცვას ისტორიულ ტურნირზე თეთრ სახლში გეგმავს, რომელიც 14 ივნისს გაიმართება. სავარჯიშო ბანაკებისგან სიამოვნების მიღება დავიწყე, ასევე წონის კლებით და საბრძოლო კვირით. ახლა ჩემთვის ეს პრობლემა აღარ არის. თუ ვინმე სურს შემოწმება, მოდით, გავაკეთოთ ეს. მე მათ ვუთხარი, რომ მალე მზად ვიქნები. რა თქმა უნდა, მინდა გამოვიდე თეთრ სახლში, რადგან ეს იქნება უნიკალური მოვლენა და მინდა ისტორიაში შევიდე. ახლა უკვე კარგ ფულს გამოვიმუშავებ, რაც ჩემი ოჯახისთვის საკმარისია. მაქვს ყველაფერი, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი. ვარჯიშობ ყოველ დღე, ისევ მშიერი ვარ და ისევ მინდა ვიყო ჩემპიონი. განაცხადა რუსმა მებრძოლმა Arena Fight TV-სთან ინტერვიუში. ისლამის და გეიჯის მენეჯერი ალი აბდელაზიზი ამბობს: უბრალოდ სიტუაცია რო გაირკვეს. ჯასტინ გეიჯი შემდეგ ბრძოლას ატარებს მსუბუქი წონის უპირობო ტიტულისთვის. თუ თოფურიას არ მოუნდება, მაშინ ჯასტინი იჩხუბებს უპირობო ტიტულზე მასთან, ვინც რიგში შემდეგი იქნება. ხოლო თუ ისლამს მოუნდება თოფურიასთვის ამ გაკვეთილის ჩატარება, მაშინ სწორედ ის აირჩევს სად და როდის. მაგრამ ისლამის შემდეგი ბრძოლა ნამდვილად იქნება ველტერვეითის წონის მებრძოლი. ვოლკანოვსკი მახაჩევთან ბრძოლაზე. ერთ-ერთი მთავარი მომენტი ჩემს კარიერაში. ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ისლამ მახაჩევთან გამართულ პირველ დაპირისპირებას თავის კარიერაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს. ყველამ ვიცით, რამდენად კარგია ისლამი. შეხედეთ, რას აკეთებს ის დღემდე. მაშინ მისი რეკორდი ჯერ არ იყო ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც ახლაა, მაგრამ ყველას ესმოდა მისი ძალა. მე ავდივარ ასეთი სტილის ბიჭის წინააღმდეგ. ყველა ფიქრობდა, რომ შანსი არ მქონდა. ის, რაც მე იმ ბრძოლაში გავაკეთებ. ბევრი დღემდე თვლის, რომ მე გავიმარჯვე. მე ვითვლებოდი pound for pound ნომერ პირველ მებრძოლად. ეს სიგიჟე იყო. ჩვენ მოვხსენით რეკორდები ავსტრალიაში. მიუხედავად მარცხისა, სწორედ ამ ბრძოლას თვლი ალბათ ერთ-ერთ მთავარ მომენტად ჩემს კარიერაში. ვიდეოს შუა ნაწილს მიუახლოვდით. მადლობას გიხდი, რომ უყურებ ამ ვიდეოს და გთხოვ რომ დაალაიქო. ხოაკიმ ბაკლი ამბობს: ჩვენ რახმანოვს UFC-ში ვეღარ ვიხილავთ. ტოპ ამერიკელი მებრძოლი ხოაკიმ ბაკლი არასახარბიელ მომავალს უწინასწარმეტყველებს დივიზიონის კოლეგას, შავკატ რახმანოვს, რომელიც მუხლის განმეორებითი ტრამვის გამო UFC-ს რეიტინგებიდან ამოიღეს. მათ ის უბრალოდ რეიტინგიდან კი არ ამოიღეს, პოტენციურად შესაძლოა საერთოდ მოიშორონ თავიდან, რადგან ის ზედმეტად დიდხანს არ გამოდის. ის ალბათ 2 წელია, რაც არააქტიურია. კოლბი კონვინგტონისგან განსხვავებით, რომელსაც ინარჩუნებენ, რადგან მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა მებრძოლების დასაწინაურებლად, შავკატმა თავისი შანსი გაანიავა. გულწრფელად რომ გითხრათ, მე ტრავმირებული ფეხითაც კი გავიდოდი, ოღონდაც რეიტინგში დარჩენილიყავი. ახლავე გავაკეთებ პროგნოზს. ჩვენ შავკატს UFC-ში ვეღარასდროს ვიხილავთ.
შავკატი არ ქმნის კონტენტს, მასზე მხოლოდ ნეგატიურს ვისმენ. ფანები დაკარგავენ ინტერესს და UFC მას უკან ყაზახეთში გაუშვებს, განაცხადა ხუაკინ ბაგლიმ. ცნობისთვის შეგახსენებთ, რომ 10 დღის წინ შავკატ რახმანოვი ოფიციალურად ამოიღეს რეიტინგიდან. მისი მეორე ადგილი კი იან გარიმ დაიკავა. დრიკუს დუპლესი ამბობს, ჩიმაევის გაჩერება წლის ბოლომდე ეს ჩემი მიზანია. საშუალო წონის ყოფილ ჩემპიონს დრიკუს დუპლესის ეჭვი არ ეპარება, რომ წელს ხამზად ჩიმაევზე რევანშს აიღებს. სიურპრიზები არ იქნება. ის იჩხუბებს ისევე როგორც პირველ ჯერზე, ხოლო თუ რამე სხვას ეცდება, მისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდება. მან გააკეთა ის, რაც საჭირო იყო ქამრის მოსაგებად და ამისთვის ვერ შეიძულებ. ეს სამართლიანია. თუმცა ჩემი მიზანია მისი გაჩერება და ამას მე გავაკეთებ. მე ქამარს წლის ბოლომდე დავიბრუნებ. ჯერალდ მირშარტი საუბრობს ჩიმაევის აგრესიაზე. მირშარტმა გაიხსენა 2020 წელი, როცა კამერების გარეშე ხამზად ჩიმაევი მასთან აგრესიულად მივიდა. ის მოდის და სახესთან მიდგება და ვიწყებთ შელაპარაკებას. გარშემო არავინაა და ვფიქრობდი, აქ ხომ არავინაა. ის ამას იმიტომ აკეთებს, რომ ასეთია. ეს ბევრად უფრო მაგარია, ვიდრე კამერებზე თამაში. შემდეგ ის წავიდა. მისი მწვრთნელები კი ზედმეტად ზრდილობიანები იყვნენ ჩემს მიმართ, რამაც დამაბნია. ჯონი უოკერი მიმართავს საკუთარ ძმას. მცხვენია, მან დაახჩო დაუცველი ბიჭი, რომელიც მასზე 4-ჯერ მსუბუქია და თან ფეხები არა აქვს. ეს ხომ უპატივცემულობაა? იბრძოლე შენი ზომის მეტოქეებთან. შენ არ ცხვენ უოკერების მემკვიდრეობას. ამაზე საკუთარ ძმას ვოლტერ უოკერმა უპასუხა და ბრძოლაში გამოიწვია. მინდა რომ ფეხი მოვტეხო. მინდა გავსრისო და ფეხი მოვტეხო. მინდა გამოიწვიო ჯონი აქ და ვაჩვენო ვინ არის ნამდვილი უოკერი. მაგრამ უნდა დაველოდოთ მისი ცოლის ნებართვას. სწორედ ის არის მისი ბოსი. ჯერ კარატე კომბატში გავანადგურებ გრეპლინგში, მერე კი UFC-ში. ალბათ გრეპლინგით ბევრი არაა დაინტერესებული, როგორც UFC-ში ძმა-ძმის წინააღმდეგ ბრძოლით. რა სიტყვი, შეიძლება მოხდეს ეს ბრძოლა? მაიკლ პეიჯი ამბობს, ჩემი უნიკალური სტილი ხელს მიშლის. ურთულესია ოპონენტის პოვნა. ჩემი სტილის ანომალიურობამ უკუჩვენება დაიწყო. ხალხს არ უნდა ჩემთან ჩხუბი, ვერც კი ხვდები რა უნდა ჩემგან UFC-ს. გამარჯვების შემთხვევაშიც კი ვერ გძნობ, რომ უკეთეს პოზიციაში ვარ. ოლივეირას მწვრთნელი ჰოლოვეისთან პირველ ბრძოლაზე. დღემდე არავინ იცის რა მოხდა მაშინ, 2015 წელს. ოლივეირას პარალიჩი ჰქონდა, სამატყობოდანაც არ უშვებდნენ. ეს ძალიან უცნაური იყო, რადგან მას არც დარტყმა მიუღია და არც მკვეთრი მოძრაობა გაუკეთებია. 11 წლის შემდეგ 7 მარტს ისინი კვლავ შეხვდებიან UFC 326-ზე. მზად ხარ? კორმიე ამბობს, UFC უკეთესია და უფრო სახალისო ვიდრე კრივი. დენიელ კორმიე არ ეთანხმება მოკრივე შაკურ სტივენსონს. თანამედროვე კრივი აღარ არის ისეთი, როგორც ალის ან ტაისონის დროს იყო. არ არიან საკმარისი ვარსკვლავები. კანელო კროუფორდის ბრძოლაც კი არ იყო სანახაობრივი. UFC ახლა უფრო სახალისო და უკეთესიც არის. ჩვენ არ ვართ კრივი, ჩვენ უკეთესები ვართ. სტერლინგი ამბობს, დღემდე მწერენ, რომ იანთან ტრავმა გავითამაშე. ასპინალს არ უნდა ეთქვა ეგრევე, რომ ვერ ხედავს. უნდა დაეცადა, მეც ანალოგიურ სიტუაციაში ვიყავი პეტერ იანთან. ხალხს გონია, რომ სუპერ გმირები ვართ. ახლა მეც და ტომსაც სიმულიანტებს გვეძახიან. იმედია ასპინალი გამოჯანმრთელდება. სხვა მოკლე სიახლეები. გეიბლ სტივენსონი, ოლიმპიური ჩემპიონი ამბობს, რომ ჯონ ჯონსის პროგნოზები მალე გამართლდება და ის მალე UFC-ს ჩემპიონი გახდება. ტომას სპინალი ამბობს, მიყვარს MMA, მაგრამ ძულს ბიზნესი. აქ მებრძოლები ჩანაცვლებადია და მათ ფეხებზე ჰკიდიათ შენი ჯანმრთელობა. კეინ ველასკესი დღეს ციხიდან გაანთავისუფლეს. გახსოვთ ზაბიტ მაგომედო შარიპოვი? მან დაწერა, რომ მალე დიდი სიახლეები იქნება. აი მე გეტყვით ჩემს პროგნოზს. ზაბიტი ალბათ ჯერ გრეპლინგით დაგვიბრუნდება და შემდეგ საბოლოოდ UFC-ში იჩხუბებს. გსურს ამ გენიოსის გალია შეხელვა? დაწერე კომენტარი, დამიდექი გვერდში. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი და დალაიქე ვიდეო.